როდესაც ისეთი ცოდვა გაქვს ჩადენილი, რასაც ძალიან ნანობ, მაგრამ მამაოს ახსარებას ვერ აბარებს სირცხვილის გამო. რა უნდა ვქნა ამ შემთხვევაში? ნახეთ რა ქნა ამ კაცმა. განა სირცხვილის გამო ვერ ამბობ ბავშვებო. აი ეს ჩაგჩიჩინებს რომ არ თქვა, რომ სირცხვილია მაგისი თქმა, მაგრამ ჩვენ წეგან რა ვთქვით? სირცხვილი იმის ჩადენა იყო, რაც ჩავიდინეთ. თორე იმისი თქმა არ არის სირცხვილი. ეხლა წარმოიდგინეთ, აი უბეში რომ გველი გიჯდეს. რაც მალე მოიცილებ, უკეთესი არ არის? რატო უნდა ატარო ის ცოდვა, რატო უნდა დაიტანჯო? თან ხო ტანჯავს ის ცოდვა, ისე ხო არ არის? რადგან ამბობ რომ უკვე გაწუხებს, ესე იგი უნდა მოიცილო. ან მოძღვარს უნდა უთხრა რომ მამაო, მაქვს რაღაცა ცოდვა, რომელსაც ვერ ვამბობ და მოდი თქვენც მომეხმარეთ რაღაცა და ის რაღაცა ან თვითონ შეგეკითხება, ან ერთად ილოცებთ რომ ღმერთმა ამის ძალა მოგცა. მე ადრეს ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, რაღაცის თქმა გამჭირვებია, ხო პატარა ვიყავ, როდესაც მივედი ტაძარში და იქ რაღაცები იყო ისეთი, რისი თქმაც მერიდებოდა, მაგრამ მე ვლოცულობდი, რომ ღვთის მიმართ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ, რომ ძალა მოეცა ჩემთვის, რომ აღსარება მეტყვა.